ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული ქართველი სამხედრო მუხრან შუკვანი ალექსეევკის სამხედრო აეროპორტში ჩამოასვენეს, საიდანაც მესტიაში მშობლიურ სოფელ ლენჯერში გადაასვენეს. ჩამოსვენების ოფიციალურ ცერემონიას თავდაცვის მინისტრი, სამინისტროს მაღალჩინოსნები, ასევე ამერიკელი კონგრესმენები დაესწრნენ. მუხრან შუკვანის დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის უწყება დაფარავს. 28 წლის ქართველი ოფიცერი, 31 ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა. აფეთქების შედეგად ამავე ბატალიონის კაპრალმა 25 წლის ალექსანდრე გოთოლენდიამ ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და გერმანიაში მკურნალობს. გარდაცვლილი ოფიცრის ცხედარი უკვე ჩამოსვენებულია, ეს მოხერხდა უმოკლეს დროში. აქ ჩამოსვენების ცერემონიალზე მოსულები იყვნენ ამერიკელი კონგრესმენები, მათ გამოგვიცხადეს სამძიმარი და ცხედარი უკვე გადასვენებულია სვანეთში. წარმატებული იყო თვითონ, ძალიან წარმატებული, კარგი ახალგაზრდა და წავიდა სამწუხაროდ თქვენს ხედავთ, როგორი ჩამოვიდა.